რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შემთხვევაში? როგორ მოვაგვაროთ მხარეებს შორის არსებული დავა? ქორწინების ბათილად ცნობის სამართლებრივ მხარეზე. თქვენ შეკითხვებს ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი უპასუხებს. ჩემი შვილი განქორწინებულია უკვე 3 წელია. ამ დროის განმავლობაში ჩემი შვილიშვილის მამას ერთხელაც არ გადაუხდია ალიმენტი. საახსრულებლო ბიუროში განცხადება დაწერილი გვაქვს. მაინტერესებს ნიშნავს თუ არა რომ საქმის წარმოება უნდა დაიწყოს ავტომატურად საახსრულებლომ და აღასრულოს კანონი. არ მაქვს მე საშუალება ყოველდღე ვურეკო და ვიარო საახსრულებლოში რომ საქმე აწარმოონ. გთხოვთ მიპასუხეთ, არის თუ არა ეს კანონის დარღვევა და ჩვენი უფლებების. ამ შეკითხვაში იკვეთება ესეთი რამ, რომ მათ მიმართეს საახსრულებლო ბიუროს განცხადებით. ალიმენტის გადახდევინება არ იწყება საახსრულებლო ბიუროს მიმართ განცხადების დაწერით. ამისთვის წინა პირობა უნდა იყოს აუცილებლად სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მხოლოდ შემდეგ შეიძლება საახსრულებლო ბიუროს მიმართოთ და არა განცხადებით, არამედ აქ უნდა იყოს ასევე საახსრულებლო ფურცელი, რომელშიც იწერება თუ რა გადაწყვიტა კონკრეტულმა მოსამართლემ. ანუ რამდენია ეს ალიმენტი, ვის ეკისრება და როგორი პერიოდულობით. აქედან გამომდინარე, თუ გვაქვს ჩვენ სახეზე მხოლოდ განცხადება აღმასრულებელთან, რომ გთხოვთ ვთქვათ, აღასრულოთ, დააკისროთ კონკრეტულ პირს ალიმენტის გადახდა, ეს საქმეს არ უშველის. იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილება, მიმართვა აღმასრულებელთან და საახსრულებლო ფურცლის დანართის სახით წარდგენა, აღმასრულებელს უკვე ავალდებულებს, რომ საახსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონის თანახმად, ახსრულების კანონის თანახმად, მოახდინოს უკვე ახსრულება. ჩემი მეგობრის მდგომარეობა მინდა აგიღწეროთ. აკაკიმ და თეამ ჯვარი დაიწერეს, შეეძინათ შვილი, თუმცა მალევე დაშორდნენ. მამის ოჯახმა უარი თქვა ბავშვზე, თუმცა გვარი მისცეს. მამას დაეკისრა ალიმენტი, თუმცა არასდროს გადაუხდია. სადაც მუშაობდა ხელმძღვანელობას აფრთხილებდა, რომ თუ მიკითხავენ, თქვით, რომ აქ არ ვმუშაობო და ასე შემდეგ. გთხოვთ განმარტოთ, რა კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა აღვასრულოთ სამართალი. აქ ჩვენ სახეზე გვაქვს ალიმენტის გადახდევინებისგან ჯიუტა თავის არიდება. რეალურად. ამასთან დაკავშირებით ცეცხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს გარკვეულ დასჯას, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი დანაშაული, რომელიც არის გათვალისწინებული ცეცხლის სამართლის კოდექსით. ძალიან ცუდია თუ კი ესეთი ფაქტი ხდება, მაგრამ იმისთვის რომ ვთქვათ, მოხდეს დაკისრება ამ კონკრეტული პიროვნებისთვის ალიმენტის გადახდევინების, მე მგონი არ იქნება ურიგო თუ მიმართავენ კონკრეტულად უშუალოდ იმ დაწესებულებას და გაარკვევენ რეალურად არის თუ არა დასაქმებული იქ, ანუ მტკიცებულების სახით ცნობას თუ აიღებენ, რომ იქ ნამდვილად მუშაობს და ერიცხება ხელფასი. პრინციპში შეიძლება აღმასრულებელთან მიმართვითაც გაკეთდეს და შეიძლება ადვოკატმაც მოითხოვოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სახით ეს ცნობები და ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება უკვე დაფიქსირება ფაქტის, რომ კონკრეტული პირი ნამდვილად მუშაობს და მას უკვე შემდეგ აღმასრულებლის მითითებით დაექვითება ხელფასიდან ის ალიმენტი, რომელიც სასამართლომ განსაზღვრა. ითვლება თუ არა ჯვრისწერის მოწმობა კანონიერ საბუთად განქორწინების შემთხვევაში, ქონების გაყოფის დროს. ნოტარიულად წყვილს ხელი არ აქვს მოწერილი. არა სამწუხაროდ, სხვათა შორის ეს ძალიან ბევრჯერ დასმულა ეს შეკითხვა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით უფლება მოვალეობებს მეუღლეებს შორის წარმოშობს მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, სხვა დანარჩენი დოკუმენტაცია იურიდიული საფუძვლის მომცემი არ არის. ან იურიდიული გარკვეული შედეგების დამყენებელი არ არის. ის არ განსაზღვრავს არც ქონებრივ ვალდებულებებს, არც სხვა რაიმე კანონით გათვალისწინებულ უფლებებს არ აძლევს განსაკუთრებულს არავის. ეს არის უბრალოდ ადამიანის პირადი დამოკიდებულებიდან რელიგიის მიმართ გარკვეული ფაქტის ქორწინების დადასტურება ერთ-ერთი, მაგრამ იურიდიული შედეგის მომცემი არ არის. ალიმენტის გადაუხდელობის მიზეზად მამა ასახელებს უმუშევრობას. მას არ აქვს ფიქსირებული სამსახური, ბანკში არ ერიცხება ხელფასი, მაგრამ შემოსავლის წყარო აქვს. ჩვენ მივმართეთ აღმასრულებელს და აუხსენით, რომ მას არანაირი ქონება მის სახელზე არ აქვს გაფორმებული, მაგრამ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ მივმართეთ აღმასრულებელს, ალიმენტი ჯერაც არ გადაუხდია. მაინტერესებს, იკვეთება თუ არა ასეთ დროს აღმასრულებლის და მამის უკანონო ქმედება და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში.
ძალიან რთულია აქ ვისაუბროთ აღმასრულებლის უკანონო ქმედებაზე. ანუ როგორ არის იცით, როდესაც აღმასრულებელს წარმოებაში აქვს საქმე ამ ალიმენტებთან დაკავშირებით, ის ბუნებრივია იკვლევს რა ქონებრივი შესაძლებლობები გააჩნია ამ პიროვნებას, ვისაც ალიმენტი დაეკისრა და თქვათ რა შემოსავლები გააჩნია. ბუნებრივია თუ მუდმივი სამუშაო ადგილის შესახებ ცნობა არ არსებობს, ძალიან რთულია ხელფასზე აპელირება და თქვათ იქიდან გარკვეული პროცენტის დაკვითვა ის რაც თქვათ ალიმენტის სახით განსაზღვრა სასამართლომ. მაგრამ გასათვალისწინებელი არის ერთ საინტერესო ფაქტორი, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის მუდმივი სამუშაო ადგილი, თქვათ ესეთი სახელმწიფო სამსახურში თუ კი თქვათ პიროვნება მუშაობს ან კერძო სტრუქტურაში და ვიცით რომ მუშაობს. ამ შემთხვევაში მაინც რაღაცით არსებობს ის ადამიანი, ბუნებრივია. რაღაც გარკვეული შემოსავლები აქვს და ისევ ეჯახებით იმას, რომ სახეზე გვაქვს ალიმენტის გადახდევინებისგან ჯიუტა თავის არიდება. ისევ მივდივართ იქამდე, რომ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება. აქ შეიძლება, რა თქმა უნდა, დადგეს საკითხი მის მიმართ სხვა აღონიზიებების გამოყენების, ისეთი მაგალითად, როგორიც არის მამობის უფლების ჩამორთმევა, როდესაც მამა არ გამოხატავს ზრუნველობას შვილის მიმართ და არანაირ ყურადღებას არ იჩენს მის მიმართ, არ ერევა ბავშვის აღზრდაში და ეს ვალდებულებები მას კანონით დაკისრებული აქვს. ამიტომ ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ უკვე მეორე შეკითხვა, სადაც საუბარია იმაზე, რომ აღმასრულებელი რამდენად შეიძლება იყოს თქვათ ბრალეული კონკრეტულ ქმედებაში. მერწმუნეთ, არანაირი мотиваცია აღმასრულებას არ ექნება იმისთვის, რომ არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს მარტო აღმასრულებლის პრეროგატივა არა, ყველასთვის სავალდებულოა სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც იმ კონკრეტული პირისთვის, ვისაც დაეკისრა ალიმენტი, ისევე როგორც აღმასრულებლის ნებისმიერი ადამიანისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ქონებაც არ აქვს, თქვათ, თავის სახელზე პიროვნებას გაფორმებული, თქვათ, მისი რეალიზაციის შედეგად რომ ამოვიღოთ დაგროვილი ალიმენტი, ამის სამართლებრივი შესაძლებლობაც არ არის და ცოტა ესეთი რთული საკითხია. ძნელია აქ მშრალად პასუხის გაცემა და მარტივად, მაგრამ სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრი. ცოლ-ქმარი 2 წელი ცხოვრობდნენ ერთად. შეეძინათ გოგონა. ქმარი ალიმენტს კეთილსინდისიერად უხდის უკვე 10 წელია. ამ ხნის განმავლობაში ხელახლა შეირთო ცოლი და ყავს 2 ბიჭი. მაინტერესებს პირველ ცოლ-შვილს რა უფლება ექნებათ მომავალში მამის ქონებაზე და საცხოვრებელ სახლზე. ან თუ კი მამაკაცი სახლს გააფორმებს მეორე მეუღლის სახელზე, ამ შემთხვევაში ექნება თუ არა პირველ შვილს რაიმე უფლება სახლზე. მეუღლეთა ქონებრივი უფლებები წარმოიშვება მათი, თქვათ, ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. ანუ ისევ და ისევ არა ჯვისწერის მომენტი, არამედ სამოქალაქო წესით, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ ეს მეუღლეები უკვე განქორწინებულები არიან, მე ალბათ სავარაუდოდ დედაზეა ბავშვის საუბარი, ხომ? ის ამ ქონებაზე უფლებამოსილი აღარაა, რომ პრეტენზია დააყენოს. ანუ ის მის კანონიერ მეუღლედ არ ითვლება. თუმცა თუ კი ქონება, რომელზეც თქვათ შეიძლება იყოს პრეტენზია შეძენილია მათი ქორწინების განმავლობაში, ბუნებრივია პრეტენზია შეიძლება გამოხატოს. შვილს როგორი რამეა, იცით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან შვილს პრინციპში წილის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ კანონი ესეთ ჩანაწერს არ ითვალისწინებს. შვილი მშობლის ქონების ასე ვთქვათ, მემკვიდრე შეიძლება იყოს მშობლის გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ თუ კი ვიდავებთ ჩვენ სასამართლოში იმაზე, რომ ვთქვათ, მოხდა განქორწინება, მაგრამ აქ ყოველ შემთხვევაში გვაქვს საუბარი, რომ დიდი ხანია ხომ ოჯახი დანგრეულია. ანუ იმ ქონებაზე, რომელიც არის შეძენილი თანაცხოვრების პერიოდში, ყოფილმა მეუღლემ შეიძლება გამოხატოს, ვთქვათ, ინტერესი, მაგრამ ეს დიდი ვადა უკვე ამის შესაძლებლობას ძალიან ნაკლებ შანსს აძლევს, რომ ამაზეც ვიდაოთ. შვილს შეიძლება კონდეს მამის ქონებიდან მხოლოდ წილი მისი გარდაცვალების შემდეგ. ბოლომდე არ მოესპობა ბავშვს გარკვეული წილის მიღების შესაძლებლობა მამის ქონებიდან, ასე ვთქვათ, 100 წლის მერე, მაგრამ იქნება გაცილებით უფრო მინიმალური. მაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე კანონი, რომ თუ მამის სახელზე არ არის სახლი გაფორმებული, მოვითხოვოს საცხოვრებელი ფართი. რამდენად მეხმარება მე კანონი დავიცვა ჩემი უფლებები, როდესაც განქორწინების შემთხვევაში მცირეწლოვან შვილთან ერთად ვრჩები თავშესაფრის გარეშე. პრინციპში ამ შემთხვევაში სანუგეშოს მე ვერაფერს ვერ გეტყვით.
ანუ გარკვეული პროგრამები და ესეთი რო გითხრათ დამაიმედებელი სიტყვის თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია. ნამდვილი საკითხი. აქამდე სადღაც ცხოვრობდა ალბათ. ძალიან ძნელია, შეიძლება ბევრი რამე იცვლება ცხოვრებაში და ბევრი იმედი გაქვს ადამიანს, მაგრამ იმ შემთხვევაში რომ განქორწინება მოხდა და მამას არ უნდა თქვენთან ცხოვრება და ამიტომ გეუბნებათ რომ კარგად იყავით და აღარ შემოგიშვათ სახლშიო, სახელმწიფოს არ ავალდებულებს რაიმე ფუნქციების შესრულებას. რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას მშობელს მამობა? ეს ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი სამოქალაქო კოდექსში. იმ შემთხვევაში თუ ის თავს არიდებს ბავშვის მოვლა, არ მონაწილეობს მის აღზრდაში, ცუდ ზეგავლენას ახდენს მასზე, არის ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, ანუ უარყოფითი მხარე არის საფუძველი იმისა, რომ მამას ჩამოართვათ ბავშვის საერთოდ მშობლის უფლება. შესაბამისად, ამისთვის საჭიროა სასამართლოსთვის მიმართვა და მტკიცება, რომ მამა ესე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ეს არა მარტო მამაზე ხდება, შეიძლება დედაზეც მოხდეს. არჩევნების შემდეგ ალიმენტის გადახდა ისევ პრობლემა გახდა. რამდენჯერმე მიუმართეს საახსრულებლო ბიუროში აღმასრულებელს. უკვე მოვითხოვე კიდეც პროკურატურას გადასცენ ჩემი შვილის მამის საქმე. მაინტერესებს, ხომ არ შეიცვალა კანონი, რადგან ალიმენტის ურჩი გადამხდელი მამები ისევ მომრავლდა. როგორ დავიცვათ მარტო ხელა დედებმა ჩვენი და ჩვენი შვილების უფლებები? კანონი არ შეცვლილა. კანონი ავალდებულებს. კანონი უნდა ახსოვდეს, უბრალოდ რამდენად არის მატერიალური საშუალება იმის, რომ თქვათ, აღმასრულებელმა ეს გადაწყვეტილება აღასრულოს, ეს სხვა საკითხი, ანუ იგივე მამას აქვს თუ არა შემოსავალი, რა თქმა უნდა, ეჯახების პრობლემა შეიძლება მალავდეს ამ შემოსავალს და მეორე აქვს თუ არა გარკვეული ქონება. თუ კი თქვათ, რაღაც შემოსავალი სახეზეა, ну აქ უკვე არის გათვალისწინებული კანონით შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს ამ შემოსავლის გარკვეული პროცენტის ჩამოჭრა და გადარიცხვა დაინტერესებული მხარისთვის. Ну, ალბათ კიდევ ერთი პრეტენზიული წერილით ან საჩივრით მიმართონ შესაბამის ორგანოს, რომ თქვათ, კონკრეტული პირი თავს არიდებს ალიმენტის გადახდას. ალიმენტის გადაუხდელობის გამო აღმასრულებელმა მამის ფიქტიურ მისამართზე დააყადაღა მოძრავი ქონება. მამა ცხოვრობდა დედის სახლში. რის შემდეგ საჩივარი შემოიტანა ჩემს წინააღმდეგ ოჯახის წევრებმა. შემიძლია თუ არა მორალური ზიანის მოყენებისთვის ვუჩივლო მათ. მე არ მithქვამს აღმასრულებელისთვის, რომ ქონება დააყადაღე მეთქი. ეს მიზანი ნამდვილად არ მქონდა. მორალური ზიანისთვის საჩივრის შეტანას ჭირდება ძალიან კარგი დასაბუთება. რაში გამოიხატება ეს მორალური ზიანი? აქ ეხა ვთქვათ რაც თქვენ შეკითხვა წამიკითხეთ, იქიდან მორალური ზიანის დამადასტურებელი სიმართლე გითხრათ, ისეთი საფუძვლები არ არის, რომ სასამართლოში გამოდგეს, ვთქვათ, საკმარის მტკიცებულებად. იმიტომ რომ ხა ჩვენ შეიძლება მორალური ზიანი ძალიან ბევრმა ფაქტორმა მოგვაყენოს ცხოვრებაში და ყველაფერზე ვერ ვირმენ სასამართლოში. არის სამწუხაროდ ესეთი კანონი, მე სიმართლეს გეტყვით, ნამდვილად არ მგონია რომ შეცვლილი იყოს ჯერჯერობით. ასეთი რამ ხდება, რომ როდესაც გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებებზეა საუბარი, შეიძლება მოხდეს იმ მოძრავი ქონების დაყადაღება, რომელიც მდებარეობს რეგისტრაციის ადგილზე კონკრეტული პიროვნების. ეს შეიძლება მისი კონკრეტული საკუთრება არ იყოს. ხვდებით? ანუ ვთქვათ, ვიღაცის სახლში ვიყო რეგისტრირებული, ის სახლი სხვის სახელზე იყოს გაფორმებული და მის საკუთრება იყოს, მაგრამ მე უბრალოდ ვიყო რეგისტრირებული ამ სახლში. და იქ იდგას ვთქვათ კომპიუტერი, მაგი და ტელევიზორი და ასე შემდეგ, რომელიც ასევე არ არის ჩემი საკუთრება. მაგრამ ფინანსთა მინისტრის ბრძანება ერთ-ერთი, რომელიც აძლევს აღმასრულებელს უფლებას დააყადაღოს გარკვეული მოძრავი ნივთები იმ საცხოვრებელ სახლში, რომელშიც ვარ რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ეს სხვისი საკუთრება. იმ მომენტში აღმასრულებელი ამას არ არკვევს. ამას არკვევს მერე უკვე ის დაინტერესებული პირი, იგივე თქვა დედა, რომლის სახელზეც შეიძლება იყოს ის გარკვეული ქონება, რომლის სახლშიც შეიძლება იყოს ეს ქონება და ის ცდილობს რომ ამოირიცხოს ეს ქონება ამ აღწერის სიიდან, ასე ვთქვა. ძალიან ისეთი მომენტია რა, აქაც თავის არიდება გვაქვს, აქაც პრობლემა გვაქვს. კარგი იქნება ინდივიდუალურად გასაუბრება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ რაღაცა გზებზე უფრო კონკრეტული პასუხი მივცე.